იმ პერიოდში, როდესაც ნაციონალურ მოძრაობა ახალი მოსული არის ხელისუფლებაში, პატრიარქი უკვე გვაფრთხილებდა თუ რასთან ქონდა საქმე, რომ საუბრობს მძიმე წელზე, როდესაც იყო ანტიეკლესიური კამპანია და საუბრობს იმაზე, რომ მისი აზრით ეს ყველაფერი გარედან იყო ორგანიზებული. ასე რომ ამას ვაკვირდებით ჩვენ ბოლო 22 წელია ორგანიზებულ კამპანიას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს თავისი ძალიან ცხადი მიზანი. მიზანი ეს არის იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელსაც გააჩნია ყველაზე დიდი ავტორიტეტი საქართველოში, იმ ეკლესიის დისკრედიტაცია, რომელიც წარმოადგენს სულიერ საყრდენს ქართული საზოგადოებისთვის, დისკრედიტაცია იმისთვის, რომ შემდეგ საკუთარი თავით ჩაანაცვლონ თავისი იდეოლოგია. ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების თუ ადამიანების, რომლებიც ჩვეულებრივად საზარბაზნე ხორცად წირავენ ამ ადამიანებს, მიყავთ ისინი და აქეზებენ მათ დანაშაულზე, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები, რეზოლუციები, განცხადებები და ასე შემდეგ. ნატოსთან ინტეგრაციას ყველაზე ძლიერად არის უკრაინა, რომელიც დღეს ნატოს ქვეყნებს იცავს, ისე რომ მათთან ბუზი ვერ შეფრინდება იმის გამო, რომ უკრაინა ღურის სისხლს. და აი ამ ინტეგრაციის დონეს როგორ პასუხობს ნატო და რამდენად მზად არის რომ თავის სიტყვა შეასრულოს და მიიღოს უკრაინა ნატოში. მე მგონი ამასაც ძალიან კარგად ვხედავთ. ასე რომ მოდი ნატომ თავის პასუხისმგებლობაზე იფიქროს. პოლიტიკურად ყველაფერს ხვდებით, რომ ეს ხალხი არიან მოძალადეები, რომლებიც თავის დროზე 2003 წლიდან მოყოლებული თავზე დაასვეს ქართულ ხალხს, ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაყალიბებინეს, თვალი კი არ დაუხუჭეს, სავარაუდოდ მათივე ინსტრუქციით იყო ის წამების სისტემა, რომელიც შეიქმნა ციხეებში, ბიზნესის რეკეტი, მედიის შევიწროება, ეს ყველაფერი ხდებოდა საზღვარგარეთიდან ხელდასმით, მათი მხარდაჭერით, წაქეზებით, შექებით, დემოკრატიის შუქურად აღიარებით და ასე შემდეგ და უიზო მიმოსვლა მისცეს მაშინ ელიტას, სახელმწიფო ელიტას 2010 წელს. ახლა დემოკრატიაზე გვესაუბრებიან ასე ფარისეულად, ხო? სამართლების შეფასებას მისცემს სასამართლო ამ ყველაფერს. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ვინ არის ბაჩუახალაია, მე მგონი ბავშვმაც კი იცის. როდესაც საქმე გვაქვს ჩვენ ძალადობრივი სისტემის ერთ-ერთ შემოქმედთან. ასე რომ, არანაირი ეჭვი იმისა, რომ ეს ადამიანი ამ ადამიანს აქვს სურვილი ძალადობრივად დაუბრუნდეს ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, საზოგადოებას არ აქვს. ძალიან მიადვილდება, როდესაც ბაჩუახალაიას და დანაშაულზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ეს არის სინონიმი ადამიანი, რომელიც დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი იყო და შემოქმედი იყო. სისხლიანი 9 წლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და ცხვირაწეულები საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება და მათ გონია თუ ქართული ხალხი მათ ხელისუფლებასთან ახლოს გააკარებს სადმე. ეს პირდაპირ ჩვეულებრივად ჩამოკიდეს თავისივე ხელით წითელი ნაჭერი ქართული ხალხის თვალწინ, იმით რომ მივხვდეთ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, ხო? კიდევ ერთხელ ნაციონალურ მოძრაობის რეინკარნაციას ვაკვირდებით. ნაციონალურ მოძრაობა, რომელიც ფრაგმენტებად იყო დაშლილი, კვლავ დაუბრუნდა თავის აწყისებს. ბატონი ვაშალაძე 3 რო არიან, აღარ მახსოვს რომელი იყო, პატიოსანიო, პროფესიონალიო, კიდე რაღაცა პატრიოტიო, ნუ არ ვიცი. პუთი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან, შეიძლება სხვა სიტყვებიც მოყვეს შემდეგ ამ რიგში.